მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ შეიძლება გავასწოროთ Wi-Fi-ის სიხშირის პრობლემა, ან მობილური ინტერნეტის პრობლემა. მოგეხსენებათ, ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად არის პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ One UI 7 ძალიან ჭედავს Wi-Fi-ში, Wi-Fi-ის გამოყენების დროს, მობილური ინტერნეტის გამოყენების დროს და ასე შემდეგ. კი, გეთანხმებით One UI 7, როდესაც განახლდა, ვინც განაახლეთ, დამეთანხმებით, რომ ეს განახლება დიდად კარგი არ არის ინტერნეტის გამოყენების კუთხით და იმედი მაქვს გაასწორებენ, მაგრამ სანამ ამ პრობლემას აღმოფხვრიან და განახლებებში გაგვისწორებენ, შეგვიძლია ჩვენს გავასწოროთ ეს პრობლემა. პირველ რიგში რას ვაკეთებთ? ზოგადად თუ ინტერნეტი გიჭედავთ სახლში და ძალიან ნელა მუშაობს Wi-Fi, სხვა ტელეფონში თუ კარგად არის და თქვენთან ჭედავს ასე შემდეგ, გააკეთეთ ეგეთი რამ. Wi-Fi-ის მოდემი გადატვირთეთ და თავიდან ჩართეთ. ან თუ მაგალითად მაინც ჭედავს, ამ შემთხვევაში არის ის, რომ ბევრი ტელეფონი არის კავშირში თქვენს Wi-Fi-ში, ანუ მეგობრები არიან შეიძლება, ან მეზობლები და ასე შემდეგ, და იციან თქვენი Wi-Fi-ის პაროლი და რაც უფრო შორს არიან ისინი, მით უფრო ანუ შეიძლება დაიჭირონ თქვენი ინტერნეტი, მაგრამ მთელი სიჩქარე წავიდეს ესე შორს და შორს, რა შეიძლება შორს იყოს და თქვენ Wi-Fi-ს იჭერდეს, ასე რომ იქიდან დაკავშირებული სიხშირე მიდის იქ და თქვენთან შედარებით იზღუდება. ამ შემთხვევაში შეცვალეთ Wi-Fi-ის პაროლი, თუ არ იცით, შეგიძლიათ დაწეროთ YouTube-ში ჩემს არხზე ვიდეოს, როგორ შევცვალოთ Wi-Fi-ის პაროლი სიგნეტზე, როგორ შევცვალოთ Wi-Fi-ის პაროლი MACT-ზე, ან თუ ვერ შეცვლით, შეგიძლიათ ოპერატორს დაურეკოთ და შეცვალოთ. ხოლო თუ შეცვლით ყველაფერს და ახალ პაროლს დააყენებთ და მაინც იგრძნობთ გაჭედვას, აკეთებთ ეგეთ რაღაცას. შედიხართ პარამეტრებში, ჩამოდიხართ ბოლოში, ირჩევთ ტელეფონის შესახებ. ელემენტის მიჯდება. შემდეგ პროგრამის ინფორმაცია, ჩაშენების რაოდენობას დააჭირეთ 8 ჯერ და შეიყვანეთ თქვენი პაროლიას დაბლოკილ ეკრანზე გაქვთ. ამის შემდეგ სრულბოლოში იქნება დეველოპერის ოფციები, შედიხართ მასში, ჩამოდიხართ ქვემოთ და ეძებთ სისტემაზე კვალის მიდევნებას. აქ უნდა იყოს სისტემაზე კვალის მიდევნება. თუ მაგალითად ესე ვერ იპოვით, შეგიძლიათ ძებნაში დაწეროთ სისტემაზე კვალის მიდევნება. აი აქ არის, გადავიდეთ მასში და აქ არის ეგეთი რამ. ერთი წამით აი აქ არის სისტემაზე კვალის მიდევნება და აქ არის ესეთი per CPU ბუფერის ზომა. აი ნახეთ, გადავიდეთ მასში და ავიყოლოთ მაქსიმალურზე, აი აქ, აი ესე დავაყენოთ. შემდეგ აი ეს ფუნქცია გამოვრთოთ და ამის შემდეგ თავადაც ნახავთ შედეგს, თუ რამდენად კარგი სიხშირე გექნებათ მობილური ინტერნეტის გამოყენების დროს და Wi-Fi-ის გამოყენების დროს. დაწერეთ კომენტარებში ამ პარამეტრის შეცვლის შემდეგ, რამდენად კარგი გახდა სიხშირე და რამდენად მოგეწონათ ამ პარამეტრის შეცვლის შემდეგ თქვენი Wi-Fi-ის სიხშირე და მობილური ინტერნეტის გამოყენების სიხშირე. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. გამოიწერეთ არხი და თქვენ აღარ გამოგრჩებათ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები.